გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს სიმართლე გითხრათ ვიდეო ლაივის ჩაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი, ეგრე ბლოგზე ვმუშაობდი და არც ლაპარაკის ხასიათი და სურვილი მაქვს, დიდად გაციებული ვარ, ცოტა არ იყოს აქედან გამომდინარეც და სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამბებით ვიყავი დაკავებული, უბრალოდ შემოვიხედე რა ინტერნეტში თუ რა ხდებოდა და შევხედე რომ დღეს თურმე აღნიშნავენ ავტოკეფალიის დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის დღეს. და თავისთავად ახლა გადავხედე ერთი რა განცხადებები იყო გაკეთებული. და მაინტერესა უბრალოდ ვის სინამდვილესთან, ჭეშმარიტებასთან ის თუ როგორც იყო ისტორიული ფაქტები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებით, სინამდვილეში რა მოხდა და რა ხდებოდა და ესენი როგორ უყურებენ ამას, არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს ამბები, ისტორიისთვის არაფერია ყველაფერი და პირველი რაცა ესა რა ქვია, სანამდე ამ თემაზე გავაგრძელებდე საუბარს, პირველი რაც შეხვდება სოციალურ ქსელებში ამ ამბავთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამო ისო რა ქვია, ხო ეს კოცების რა ვიცი, რამდენი ვინმეს პროპაგანდონი იყო და გამოცვლილი პრეზერვატივია ეს არსება, ირაკლი ჯანყარაშვილი მისის გვერდს გადავხედე და დადებული ქონდა ამ საწყალი კაცის ირაკლი ხომასურიძის სურათი, რომ პირმაო რომელმაც სიონისტ ტაძარშიო პროვოკაცია მოაწყო, ხომასურიძე იყო და ვიხდი რაღაც იყო ჩავხედე, ხმა ინტერესებდა მეთქი რა მოხდა. არაფერი არ მომხდარა, იქ იყო შიო, იქ იყო ეს მთელი პოლიტიკური ელიტა, ძალიან დიდი ქრისტიანები არიან ამ ბოლო დროს შეკრებილები და ლოცულობდა ის და დიდ იმას იხდიდა, რა ქვია, პარაკლისს და იმას იხდიდა და აქეთ ესენი იყვნენ, კაცო, ქოც პრეზიდენტი, ქოც პრემიერი და ისინი და ლაპარაკობდნენ დიდ ქრისტიანულ და დიდ სულიერ საკითხებზე ლაპარაკობდნენ და კაც შეუჩლია ხელიო, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოსო და პროვოკაცია მოაწყო და ასე ისეო და გადავხედე მე უბრალოდ რა რეაქციები იყო და მთელი ისტერიკა იყო ატეხილი. და მე ჯერ მინდა მივმართო და ამ თემაზე გავაგრძელებ ერთი საპატრიარქოს და მართლმადიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, მას რა ქვია, მანამდე მინდა აი ამ ადამიანის მიმართ ერთი ორი სიტყვა ვთქვა. აი ამ ჟღვინტიან ლაწირაკს და სხვა ჟღვინტიან ლაწირაკებს დღეს რო ავსებული არის ქოცმოძრაობა. და მათ შორის ირაკლი კობახიძე და ესა დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი საერთოდ შენ იმაში უნდა იყო ახლა იქ თურქეთში უნდა იგდო და ათათურქის საფლავზე უნდა ლოცულობდე, რა გინდა იქ? იქ რა გინდა? დიდგორობა დღეს ჩასული პრეზიდენტი შენი ქვეყნის შეერაღებული ძალების მაგივრად თურქულ ჯარს ესალმებოდი და ათათურქის საფლავს კოცნიდი. შენ საერთოდ ფეხბურთს თამაშობდი, მაშინ საერთოდ არ გეცალა არაფერს თამაშობდი და შენი საქმით იყავი დაკავებული. ნუ და ჩემს არ მაქვს ლაპარაკი რა. აი ამ კაცმა თვალი რო დაკარგა. მაგროს თქვენ სად ვირის ტრაქში იყავით შემძროალი. სად იყავით? კობახიძის თამადობით, პაპუაშვილის გაგრძელებით და დამთავრებული სხვა დანარჩენებით. სად იყავით? კითხვა მაქვს. თვალის ჩინი რო დაკარგა ადამიანმა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს. ერთი სოროსის ფონდში იყო, მეორე ფეხბურთს თამაშობდა, კაი სვამდა, კაი ჭამდა, კაი გულაობდა, მესამე კიდე ასევე გერმანელების დაფინანსებულზე იჯდა და სვამდა და ჭამდა და ახლა გერმანიის ელჩი ამადლის რომ ამდენი ხანი ჩვენ გაჭმევდით და გასმევდითო და სადახართო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც ერთი არაფერს არ აკეთებდით ქვეყნისთვის. მოგიყვანათ ივანიშვილმა დაგსვათ თანამდებობებზე და მიიღეთ ის ბრძნული სახეები და დაიწყეთ როშვები რაღაცეების რაიროშეთ ამაზე კიდე ცალკე სალაპარაკო გეტყვი. ამ ადამიანმა თვალი დაკარგა ნაცმოძრაობასთან ბრძოლის დროს და თქვენ რომ მოეთესლეთ 2012-ში.
გამოაცხადეთ, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა ყოფილა მსხვერპლი და ჩვენ ყოფილვართ ჯალათები, ვინც ეწინააღმდეგებოდით. ხო. ასე იყო ეს და კოჰაბიტაციაში დაჯექით და გააგრძელეთ ცხოვრება და კაცმა იქ იყო სასულიერო პირები და იქ იყო საერო პირებიც, რო გკითხოთ ხალხმა და თქვა ხელისუფლებამ პასუხი არ უნდა აგოსო? აბა დამნაშავე ხელისუფლებამ, რომელმაც ხელი დააფარა ამ დანაშაულებს, პასუხი არ უნდა აგოს? ქართული მიწის გამყიდველმა ხელისუფლებამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის ყანდურშიოს ვეუბნები და დიახ ყანდური არის შიო. ყანდური არის შიო. მე ვიცი კი ბატონო გასაგებია რომ პატრიარქმა დატოვა შეასრულოს მისი მოვალეობა და იმედია თავის გზაზე წავა და გაუშვებენ თავის გზაზე. დიახ ყანდურია და საერთოდ არ მაინტერესებს ქოცების რჩეული თუა. ძალიან რო აწყობთ ქოცებს კი ეს გასაგებია, მაგრამ ქრისტიანობას და საქართველოს და ქართველებს თუ აწყობს ამაშია საქმე. აი ეს ადამიანი მაშინ ებრძოდა და თვალები დაკარგა. თვალი დაკარგა. მერე როდესაც თქვენ მოეთრიეთ და ეს კაცი ერთხელ იცით როდის დაიჭირეთ? აი დაჩვენ ვიცეკვეთო პატრიარქმა რო გითხრათ LGBT კანონებს ნუ მიიღებთო და მაინც რომ მიიღეთ და ამ LGBT კანონების საფუძველზე რომ შექმნეს დიდი გეი ქართული ფილმი. გეი ქართული ფილმი რო და იქ რო აჩვენებდნენ რუსთაველზე. რუსთაველზე რაღა იმაში უკაცრავად. ამირანში იყო. კინოთეატრ ამირანში. იმ ფილარმონიის ქვევით. ერთხელ მაშინ დაიჭირეთ ეს კაცი და დაცინოდა მთელი ქვეყანა. რომ ამ სოდომიტების წინააღმდეგ ხმას რო იღებდა, რომ აქედან ცოცხალი არ წავალდა და დაიჭირეს ეს კაცი. სად იყო ამ დროს შიო და სხვა სულიერი თქვენი დიდი მაღალი სულიერების მქონე ხალხი? და საერთოდ შიოს პასუხი როგორი იყო, იცით? ჩვენი ბიჭები რო დაიჭირეს მაშინ რუსთავი 2-ის და იმის ჟურნალისტების ცემაზე, იმიტომ რომ თვითმკვლელი ღვთისმშობელი გამოხატა. ქრისტესთვისო წამებასო უნდა ელოდესო ყველა ქრისტიანიო და იყვენო და ეწამონო იმ ციხეში რა ჩემი საქმეა მაგიო. და იმ ელჭყპტ-ებთან და იმგენთან ჭორაობა ქონდათ გამართული. აი ესა თქვენი შიო, სხვას არაფერს არ ვიტყვი ჯერჯერობით. არა მაგის დრო, მოვა მაგის დროც. კიდე როდის დაიჭირეთ ეს კაცი, იცით? ზუკნა იმის რა ქვია ხათუნა სამნიძის გამო თავს აქეთ რო დაესხა ამ კაცს, როდესაც ეს მივიდა და ბერძენიშვილს უთხრა ასე და ასე არა კაცო და შეასეთო და შეისეთო იმის გამო რაც ბერძენიშვილის საქართველოს მართლმადიდებლობას, ტრადიციას, ადათ შეურაცხყოფას რო აყენებდა და რომ მივიდა და პასუხი რომ მოთხოვა. შენ შემოგევლე რა. შენ შემოგევლე რა. მე ვიცი რას თუ ლაპარაკ. ნუ მას არ მინდა სწავლება ვინ-ვინაა. ერთხელ მაშინ დაიჭირეთ, კიდე იქეთ დაიჭირეთ ეს კაცი. და ახლა რა სამადლით რომ თვალის დათხრის გამო ადამიანმა სასამართლოები მოიარა სტრასბურგამდე და ესე რა ქვია 80,000 ეს გადაუხადეს თურმე სახელმწიფომ გადაუხადა ფული და თურმე ამის გამო მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს და უნდა აქებდეს იმას რა ქვია ქოცმოძრაობას. მის ნაბრძოლზე ნაღვაწე მოსული ხალხი ელჭყპტ-ები ხართ, მართლა ქრისტეს მგმობელები ხართ, პატრიარქის არასდროს არაფერი არ გესმოდათ, ფეხებზე გეკითხათ. ყველაფერი პატრიარქის სიტყვები ახლა რომ გახდით დიდი მორწმუნეები და დიდი ქრისტიანები. ასე სააკაშვილის რეჟიმიც იხდიდა იმას სტრასბურგში წაგებული მას რა ქვია ფულებს. და იმას ქენით რა ქვია მაშინ ზოგიერთებმა ის სააკაშვილი უნდა აქონდა დიდონ. ერთ მაგის სათქმელი კი არა, სიმართლე გინდათ? სიმართლე გინდათ? ეს სათქმელი კი არა, ეს პროვოკაცია კი არა. აი ერთად უნდა შეკრიბოთ ქართველმა ერმა. და სარზე უნდა აგანცოთ. ისე როგორც დავით აღმაშენებელი უკეთებდა მოღალატეებს. აი ეს გეკუთვნით. ქოცობასაც და ყანდურობასაც.
აი ეს გეკუთვნით. დიდი ქრისტიანის როლს რო თამაშობთ. და ამ კაცისგან რა გინდათ? შეგვეშვით რა ეს რა ქვია სიბრძნეების დაყრას ვინა ღირსეული და ვინა უღირსი. ნუ გვასწავლით რა. მე რაც პრაქტიკა მქონია შიოსთან და როგორც მოქცეულა შიო ვლაპარაკობ იმას. აი ეს მოგონილი არ მჭირდება, მე ახლა გამოაცხადეთ შიო ცოცხალ წმინდანად, ბარეგამ. რა გინდოდათ ამ კაციდან? უსინდისოები ხართ და ღორები ხართ კოცები. და ესეთი უსინდისოებითაა სავსე საპატრიარქო. შიოც და ისიც რა ქვია, ჯაღმაიძეც, ერთი შაიკაა მაგენის უყველა. და შორენაც და შვებიც. დაიჭირეთ, ალბათ კიდე დაიჭირეთ ამ კაცს და კიდე ჩასვა ციხეში. თქვენ დიდი ქრისტიანები ხართ. ეგ შემხვდა ერთი ძალიან ვენებს იჭრიან ისინი. კოცები. აი აქ ქუთაისელი კოცხალი არის და აქამდე ხო პატრიარქის სახელს იყვნენ ამომფარებული და ახლა პატრიარქის ანდერძით და პატრიარქის დანატოვარი უნდა გახდეს. თქვენ ვიძებთ ეგერ და იმას ივანიშვილის არჩევნებს დიეთ ისე. არა თქვენი საქმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში სინოდი რას გადაწყვეტს და ვის გადაწყვეტს. ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებს მეუფეში არის ყანდური. ყანდური. რუსეთის აგენტი და ეს რაღაცები არ ყანდურია. და ყველა მისი ტაშის მკვლელი არის გამправებელი კოცი. რომელსაც აწყობს შიოს მმართველობა, კოცურ ხელისუფლებას აწყობს შიოს მმართველობა. და ჯაღმაიძეს იქ ყოფნა, მაგრამ ქართველობას და ქრისტიანობას თუ აწყობს ეს მკითხე მე. და კითხე ხალხს. წესი დარიგით კი ბატონო 100-ია სანამ არა პატრიარქი მოვალეობას ასრულებს ამ ყველაფერს და იქნება არჩევნები ყველა წავა თავის გზაზე. თქვენ არავინ არ გეკითხებათ არაფერს. თქვენ მართლმადიდებლობა და კოცობა ერთი და იგივეს არ ნიშნავს. თქვენი აყაროლებული ბიძინიანად ისე რო იცოდეთ. მე რა შეეხება ამის ყანდურობას და ყველა არჩევნების ყანდურობას. ეხლა მინდა გასაგებენაზე ვთქვა. დღეს როდესაც საუბარი მიდის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და 1917 და აგერ 1990 და ყველაფერში რომ კრეხელი და ნაძირალა ხალხი ხართ, ანაფორიანი უანაფორო ადამიანები. აი ვინც ახლა ამაზე ააპელირებთ. რო აპელირებთ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბიჭო, უსინდისობა, უმადურობა და გამოკლეავება არის. ეს გონებრივი ხო, ამაზე ლაპარაკი არა. მაგრამ ქრისტიანულად ვამბობ მე. ქრისტიანულად მოიტყუო და თქვა ის რომ ვისი დამსახურებითაც იქნა ავტოკეფალია მოპოვებული, რეალური ავტოკეფალია. და ეს არ თქვა არც ქადაგებაში, არც განცხადებებში და არც მოიხსენიო ის ადამიანი პაპუაშვილმა აღიარა გაკვრით. სადღაც შემხვდა. ვისი დამსახურებაა საქართველოს ეკლესია რო არის დამოუკიდებელი და ავტოკეფალური? რატო არ ამბობს ამას არავინ? რომ მის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ეს არის იოსებ სტალინის დამსახურება. დიახ, იოსებ სტალინის დამსახურება. 1953 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში მოხდა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი რაღაცის შეცვლა და ბევრი რაღაცის გადახედვა, მაშინდელ საქართველოს ეკლესიას კი აღიარებდა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები 1917 წელს ჰქონდათ გამოცხადებული ავტოკეფალია, მაგრამ არ აღიარებდა მთავარი. არ აღიარებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. და თუ ვინმე საერთოდ იცის და თუ
თუ საერთოდ რამე გაუგიათ და საერთოდ ჩაუხედიათ, მე ახლა ჯანყარაშვილის და ხარაბაძის და ამგენის განათლებაზე არ მაქვს ლაპარაკი. დლებსაც რო კითხო და სასულიერო პირებს რო ჯუჯულის კანონი თურმე არაა საჭირო, ამიტომ ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ვამბობ კანონიკა როგორცა. ეპარქიები, ნებისმიერი და საერთოდ ყველაფერი, რაც არსებობს, სანამ ის არ იქნება აღიარებული და სრულიად აღიარებული, სრულიად სამართლმადიდებლო ეკლესიის მიერ, ის ასეთ შემთხვევაში არანაირად არ შეიძლება იქნას ჩათვლილი კანონიერ ავტოკეფალურ ეკლესიად. მე გეტყვით აი მარტივად, აი დღევანდელ მაგალითებსაც გეტყვით. ჩვენი ისტორიის მანძილზე საერთოდ როგორ მოხდა ავტოკეფალიის მოპოვება, ამაზე ზედმეტია საუბარი. ამათმა არც იციან ამათმა და არც აინტერესებთ. ამათ რო უთხრა ელემენტარული, რო უთხრა, რომ წმინდა ნინო კი იყო ქადაგებელი და იყო შემზადებელი, მაგრამ ვინ მონათლა კანონიკით ქართლი, ვინ იყო ეს ადამიანი, რა სახელი და გვარი ქონდა მას, საიდან იყო, ისიც არ იციან. ეს რო ეს იყო ანტიოქიიდან წარგზავნილი სასულიერო პირი ევსტაქი, რომელიც მირიან მეფეს გამოუგზავნეს, ვერ გეტყვიან, ეს არ იციან, არ აქვთ ამის განათლება. იმიტომ რომ ქალი ვერანაირად ვერ მოახერხებდა ნათლობის რიტუალის ჩატარებას, იმიტომ რომ სჯულის კანონის მიხედვით ქალს არ ქონდა ამის უფლება. არც ის არ იციან ანტიოქიის შემადგენლობაში რო იყო საქართველოს ეკლესია, სანამ გაიზრდებოდა, განვითარდებოდა და შედგებოდა სრულყოფილად, სანამ ავტოკეფალიის უფლებას მოითხოვდა როგორც ეკლესიის განვითარება, იყო ანტიოქიის დაქვემდებარებაში, როგორ მოხდა მისი გამოყოფა, როგორ იყო გიორგი მთაწმინდელი, როგორ ჩავიდა და ვინ რა ერქვა იმ კაცს. მაშინაც ასე იყო წინააღმდეგი. საბერძნეთის ეკლესია როგორც 53-ში იყო წინააღმდეგი რუსეთის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან გასვლის. ევსტაქი ერქვა იმ კაცსაც. და გიორგი მთაწმინდელმა საუბარში დაუმტკიცა, რომ როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც თვითონ ქრისტეს მოწაფეებს აქვთ ნაქადაგები, ქრისტიანობა იყოს დაქვემდებარებაში, როცა ეკლესია გაიზარდა და ჩამოყალიბდა სრულყოფილად. და ევსტაქმა აღიარა, იქიდან დაიწყო საქართველოს ავტოკეფალია. ან როგორ მოხდა ავტოკეფალიის წართმევა, ერთი იციან რუსეთმა წაართვა ავტოკეფალია. რუსეთს ვინ წაართვა ავტოკეფალია? რუსეთს ვინ წაართვა ავტოკეფალია? ის ნაკლებად იციან, რომ პეტრე პირველმა, რომელმაც კატასტროფული რეფორმები გაატარა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქო თავიდან ბოლომდე დაიქვემდებარა სახელმწიფო შემადგენლობაში. და რუსეთის საპატრიარქო საერთოდ ვერაფერს ვერ ახორციელებდა თუ იმპერატორის გადაწყვეტილება არ იქნებოდა. და იმპერატორის გადაწყვეტილებით მოხდა ის, რომ ჩამორთმევა მოხდა ავტოკეფალური. რატომ მოხდა ეს კიდე სხვა საკითხია თუ რატომ მოხდა. და რა გააკეთა სტალინმა 1953 წელს? რა იყო მისი რეფორმის შედეგი? რა იყო მისი რეფორმის აზრი და არსი? ჯერ გაანთავისუფლა რუსეთის ეკლესია სახელმწიფოდან, სახელმწიფო მმართველობიდან გაანთავისუფლა. მისცა დამოუკიდებლობა. და როდესაც მისცა დამოუკიდებლობა, სანამ დამოუკიდებლობას მისცემდა, მანამდე ესაუბრა და პირდაპირ უთხრა: მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ არცნოთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ის რუსეთის ეკლესიაზე მეტი ძველი და ეპისტოლური ეკლესია არის. ხოლო მას შემდეგ, რაც სტალინმა გამოყო და გაანთავისუფლა ეკლესია სახელმწიფო დაქვემდებარებიდან, რომელიც პეტრე პირველის დროს იყო დაქვემდებარებაში, ამის შემდეგ მოხდა განთავისუფლებული ეკლესიის მიერ საქართველოს აღიარება დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიად და ვინც მოიპოვა ეს ყველაფერი, აი ეს იყო საქართველოს პატრიარქი, ვისი დამსახურებითაც მოხდა 52 წლამდე.
ბიჭო, რაღაცა სასწაულს არ ვლაპარაკობ, აი იცით, აი ელემენტარულს ვამბობ. 21 საუკუნეა. GPT ჩაც მაინც კითხე. ელემენტარული. Gemini-ს შეეკითხე, GPT ჩატს შეეკითხე, თუ რა იყო, როგორ იყო, რანაირად იყო, გონება გაგეხსნეს, რაღაცა წაიკითხო, რომ არ იყო ასე დაბოლებული და დაშტერებული. აიგე რა. 53 წლის 31 ოქტომბერს მოხდა ეს ყველაფერი. აი მის მერე გახდა. რატომ არის ეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი? თუ საპატრიარქო, რომლის შემადგენლობაშიც არის, და ავიღოთ ელემენტარული მაგალითი. საქართველოს საპატრიარქო, რომლის შემადგენლობაშიც არის აფხაზეთის ეკლესია. სადაც ყავთ იქ ვესარიონაპლია და რომელმაც ასევე გამოაცხადა საქართველოს ეკლესიიდან დამოუკიდებლობა. ყველამ რო აღიაროს, მთელმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რო აღიაროს აფხაზეთის ცალკე ბიჭვინთის და ცხუმაფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა, თუ საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო არ აღიარებს, რომ ის არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებლად ვერ ჩაითვლება. ეს არის საეკლესიო კანონი. იგივე უკრაინის შემადგენლობაში, რუსეთის შემადგენლობაში არსებული უკრაინის ეკლესია, რომლებსაც ასევე ყავთ რასკოლნიკი, გარდაიცვალა უпроსტად ახლა ეს პატრიარქი, რომელსაც ტომასიც დაუწერეს და ჩაახუტეს. თუ რუსეთის ეკლესია მარცნო მისი დამოუკიდებლობა თვითონ რუსეთის საპატრიარქომ, ის კანონიკურად არ ითვლება, ქრისტიანურად არ ითვლება დამოუკიდებლობა. აი ეს გააკეთა სტალინმა და ეს იყო მისი კალისტრატე ცინცაძე ახლა სტალინს აქებდა, არ უნდა ეკო? არ უნდა ეკო კაცმა, რომელმაც პეტრე პირველიდან დაწყებული მართლმადიდებლობა, რომელიც იყო სახელმწიფოს შემადგენლობაში დამოუკიდებელ და სახელმწიფო პოლიტიკას ატარებდა, დამოუკიდებელ ემათ აღიარა და გამოყო სახელმწიფოდან? თუ ახლა სტალინს ასწავლიდით თქვენ იმას, რა ქვია, მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას, ბოლო-ბოლო სასულიერო სემინარიის მოსწავლე იყო. მე ახლა თქვენ კი არ გეუბნებით პირადად რომ შეურაცხყოფილად იგრძნოთ თავი, აი სხვებზე მაქვს რა ლაპარაკი, რომლებიც კახა არ გეჩხუბები, მე ძმაო ბოდიშკირთი თუ ცოტა სხვანაირად გამომივიდა რა, არ მიფიქრია. ხო და ამიტომ იყო კალისტრატე ცინცაძე რო აქებდა სტალინს, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო სტალინი კანონიკურად საქართველოს ეკლესია დღესაც რუსეთის შემადგენლობაში იქნებოდა. და ამას ვერავინ ვერ გამოყოფდა, როგორც ვერ ახერხებდა თავის დროზე ვერავინ, თუმცა იქ ბერძნები საერთოდ წინააღმდეგი იყვნენ თავის დროზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, მაგრამ წესიერი კაცი აღმოჩნდა ევსტაკი, მართლა ღვთის მოშიში. და დღეს ელემენტარულად მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ბიჭო, ამ კაცის სახელის ხსენება, რომელმაც ეგერ აქვს უკრაინას. ეს ბართლომეოსი რო ყავდათ, აგერ სოფლიო პატრიარქი, ვინ არის სოფლიო პატრიარქი? ფორმალურად თურქეთის დაზვერვის აგენტურის ესა რა ქვია, წარმომადგენელი, რომელსაც აქვს სახელი სოფლიო პატრიარქი. ისე გესმის ახლა რიტა შენ მაგ ყველაფერი, როგორც ახლა მე მესმის კოსმოსი. 1917 წელს რო გამოაცხადა უკრაინის ეკლესიამ და ტომასი, რასაც ეძახიან ტომასის ჩაახუტა მსოფლიო პატრიარქმა. მაგრამ არა, უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი. თავარ სტოვებთ თქვენ ამ ყველაფრიდან. 1917 წელს რომ გამოაცხადა საქართველოს თავარი არ აღიარებდა, ვის დაქვემდებარებაშიც იყო. რუსეთის ეკლესია. რუსეთის ეკლესიამ როდესაც ცნო საქართველოს აღიარება, ეს გახდა დე იურე უკვე აღიარება და ტომასი იყო ფორმალობა. აი უკრაინასაც აქვს ტომასი ჩაუტარა ბართლომეოსი. რა მე არ ვარ ახლა თეოლოგი, მაგრამ ამდენი მესმის წამიკითხია.
და რატო გიჭირთ ბიჭო ამ კაცის სახელის ხსენება? რა კაი მოგივათ? ლაპარაკობთ რწმენაზე, ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე და თავარი შემოქმედი ვინც იყო ავტოკეფალიის და როგორ შეიძლება აი ყველგან შეიძლება მოიტყუოს ადამიანმა, ხო? ყველგან. ბიჭო ღმერთთან, სარწმუნოებასთან როგორ უნდა მოიტყუო? ხო და რუსეთმა რო არ აღიარა ბაგაში იყო საქმე. და რუსეთი იმიტომ არ აღიარებდა, რუსეთი თვითონ პეტრე პირველის რეფორმების რუსეთის ეკლესია დაქვემდებარებაში იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო ოფიციალურად. სახელმწიფო პოლიტიკის გამტარი იყო. წაიკითხეთ პეტრე პირველის რეფორმები რუსეთში რა უქნა რუსეთს და მართლმადიდებლურ ეკლესიას. ხო და აი ამაში არის მთელი უბედურება. ახ ბიჭო რაღაცა არ წამოგცდეთ. რაღაცა სტალინზე კაი არ თქვათ. რაღაცა კაი არ თქვათ. ეგ იყო პატრიარქის ინტერვიუში იყო, პატრიარქს დამოკიდებულება ჰქონდა სტალინთან მიმართებაში. მაგრამ თქვენ ახლა პატრიარქის ნათქვამი ბიჭო სტალინთან დამოკიდებულებაში გესმოდეთ კი რა, მიწის გაყიდვასთან დამოკიდებულებაში არ გესმით და LGBT კანონების მიღებასთან იმაში არ გესმით და ჩვენი პატრიარქი გვიყვარს ჩვენ. აი თქვენი უნამუსო არ მინდა რა გინება რა. და აბოლებთ და აშტერებთ ამ ხალხს. აბოლებთ და აშტერებთ. სტალინის როლი თუნდაც სამი რაღაცაში, ბიჭო, სამ რაღაცაში მაინც რომ ეს რაც ხისტი ფაქტია და ამას ვერ სტალინის როლი ის რომ საგანძური დაბრუნდა. მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია დაუბრუნდა. ის რომ დაკარგული აფხაზეთი საქართველოს შემოუერთა. იგივე აჭარის სიტუაცია, ეს ხო ფაქტებია. ამას მაინც რატო უკარგავთ იმ კაცს? ვაიმე შენ შემოგევლეკ, ახლა ჟორდანიამ და მენშევიკებმა თვითონ მოკლეს კირიონი და რა უნდა ელაპარაკო. სტალინს მოუკლია 1918-ში. მოკლედ ამის თქმა მინდოდა რა, აი გადმოხედავ, სერიოზული თემები ხდება, რა მართლა ღმერთი გვიფარავს ჩვენ საცოდავ ქვეყანას, ამდენი დებილის და ამდენი ფლიდის ხელში, რაფერ უნდა გადარჩეს ერი. შემოიხედავ, აქ გული გაგისკდება. სიმართლის პაპუაშვილს ჰქონდა წამოცდენილი, როგორ იცით? აი რომ მხოლოდ სტალინმაო, ისო რა ქვიაო, უბრძანაო, რომ ესე აიღიარებია. რუსოფობიული ტექსტი ქონდა დაწერილი. პატრონს თქვენს. პატრონს. იმნაირი მართლმადიდებლები ხართ ახლა თქვენ? რანაირიც მე ბუდისტი ვარ. და იმნაირი მღვდლები არიან და შიო მიუშვით, რამენაირად მიუშვით შიო იმაში, რა ქვია. ქოცები ითხოვენ რომ ის იყოს. მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა რა. და ვისაც აინტერესებს, დღეს 21 საუკუნეა და ეგრე GPT-ს შეეკითხოს და იმას შეეკითხოს, ისინი ვერ უარყოფენ მაგას, რომელიც დაუძინებელი მტრები არიან. კი, იქ აწერენ, რომ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ამიდან გამომდინარე, იმიდან გამომდინარე, ფაქტი. აი ეს იყო ფაქტი. და იოსებ სტალინის დამსახურება საქართველოს ავტოკეფალიის მოპოვებაში და აღდგენაში და ამაში არის ლომის წვლილი. მიდით აბა ერთი და რუსეთს აღიარებიეთ რომელიმე ავტოკეფალიის რატო იცით? გარდა იმისა, რომ ავტოკეფალიას აღიარებ, იმ ტერიტორიას, რომელ ტერიტორიაზეც ხდება ავტოკეფალიის აღიარება, იმ ტერიტორიას, იმ სიწმინდეებს, იმ ქონებას, იმ ყველაფერს თმობს და უშვებს ეპარქია. ისა საკათალიკოსო. ამაშია მთელი პრობლემა. და არსებობს როგორც სულიერი საკითხი, არსებობს ასევე ქონებრივი საკითხი. და როდესაც დათმო რუსეთმა საქართველოს ავტოკეფალიის და აღიარა, მან დათმო სრულად საქართველოს და მის მერე დაალაგდა რუსეთს და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობები.
ახაბერ არ ვეთანხმები არ ვეთანხმები იმას რომ სამაჩაბლოში უნდა ყოფილიყო ავტონომია არ ვეთანხმები რა თქმა უნდა არ ვეთანხმები და მიზეზი ამ ყველაფერს ბევრი ქონდა სამაჩაბლოში ავტონომია როგორ იყო იგივე 1919 წლების მოვლენები იყო როდესაც მაშინდელი მთავრობა მენშევიკების მთავრობამ და მან უამრავი რა ქვია სადამსჯელო ოპერაციები ატარა და ოსური მოსახლეობის სახელი მაშინაც ასე რო ატყდა ცივილ-კივილი და მაშინაც რო ერთი ამბები იყო ატეხილი და ავიცი ახლაც რო გვაბრალებენ გენოციდს 1918-21 წლებში გენოციდი არ ყოფილა მაგრამ ძალიან ხისტი ფორმებით იყო ჯუღელი გვარის ხსენება სამაჩაბლოელი კაცი ხარ და გეცოდინება რომ ჯუღელის გვარის ხსენება ოსერს ცრიდათ წელში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეხლა საბჭოთა კავშირი იყო ისეთი სისტემა როგორი სისტემაც იყო და სტალინი მარტო რო არ წვედა მაგ ყველაფერს მე მგონი ყველა მიცის ხო თორე როგორ უნდა ვამბობდე რომ კი ეკუთვნოდათ არანაირად არ ეკუთვნოდათ არაფერში არ იყო იქ საჭირო მაგრამ ქონდა ამას თავისი საფუძვლები რომელიც საფუძვლებზეც მთლიანად მთელი ოლქები და ის დაავტონომიურდა და კულტურული ავტონომიები შეიქმნა და ამ კულტურულ ავტონომიებში მოყვა ეს მაგრამ ოლქის სტატუსი მოყვა იმას რესპუბლიკის სტატუსი ხო არ მოყოლია ესეც კიდე ცალკე ისაა და სტალინს რო აბრალებენ კიდე გავაკეთებ ცალკე მაგაზე ბლოგს შეგარო შემაძლებია სუფალე და გავაკეთებ მაგ ყველაფერზე და იქნება ყველაფერზე პასუხი გაცემული არ ვეთანხმები რა თქმა უნდა მე ვამბობ რომ ყველაფერში ვეთანხმები მაგრამ იმას რატო არავინ არ ამბობს რომ იგივე აფხაზეთის შემოერთება იყო იგივე ჩრდილო კავკასიის ტერიტორიების რომელიც ძველი ისტორიული საქართველოს ტერიტორიები იყო მისი შემოერთება იგივე სვანეთის იქეთ ქეცგადაღმა თუ ესე თუ ისე ყველაფერი ხო იყო მოკლედ ახლა ამ წუთში ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობ უნდა გავაგრძელო საინტერესო ბლოგს ვაკეთებ ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ამის თქმა მინდოდა რა აი ამის თქმა მინდოდა იმ კაცის მიმართებაშიც და იმ თქვენ სარწმუნოებრივ მიმართებაშიც რა და შიო ყანდური არანაირად არ უნდა გახდეს ესა რა ქვია პატრიარქი არის საქართველოს ეკლესიაში უამრავი ისეთი ადამიანი რომელიც ნამდვილად ამ რთულ მომენტში ნამდვილად გაატარებს იმ ყველაფერს რაც ჭირდება ქვეყანას არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით ეს ახლა საუბარი მეყოლება მე ბატონი შალვა და ბატონ შალვასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს აი ესაა ჩემი დამოკიდებულება არ ვიცი მე სიწმინდეებზე საუბარი ცოტა არ ვიცი მე მაგის წმინდანი საქმეები გარდა ერთი რაღაცისა რომ ვასაძის ძმაკაცია და ემესი რა ქვია ეგ შემოულაწუნესი კიდე და ჯახმაიცის ბავშვების მაგაცები და მარგველაშვილის იგი თუ მაგის ესა დიდი სულიერი დამსახურება იყოს და ჩემ პრაქტიკაში რაც მინახია შიოდან გლახასმედი არაფერი არ მინახია თუ შემართლე და ესა ნუ ახლა ვერ მიხვდება ვისაც უნდა ხომ მიხვდება ჰამლეტ ჩემ შემოგივლე აი ამის თქმა მინდოდა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ისტორიის ასეთი გადაწერა და ისტორიის ასეთი დავიწყება პირველ რიგში იმას ამტროვიებს ხვირს ვინც ივიწყებს ამ ყველაფერს კარგად გრძანდებოდით